მოკლედ ეს რა წელიწადი დაიწყო კაცო, ეს რა ხდება კაცო? ეს აფხაზეთის და სამაჩაბლოს მაღიარებელი ქვეყანა ვენესუელა რა წელიწადი იწყება ქოცებო როგორ არ გიმართლებს თო ერთი ქოცი მაგრა გაგიჟდა შემომივარდა და ამ ხელა კაცი ხარო საქმე არა გაქო ო დაობერდი უკვე ხვალე გავხდები 58 წლის რაღა საქმე მაქვს მე შვილები დავზარდე დამოუკიდებლები არიან მე ცოტა ხანში პენსიაზე გავალ რეგბის თამაშს დიდი ხანია თავი დავანებე არაფერი საქმე აღარ მაქვს რა ერთ საქმეღა დამრჩენია რომ ვაგინო ქოცებს და არც გავჩერდები ვაგინებ შვენიერი საქმეა просто ხელფას არ მიხდიან ისე მუშაობ რა დაგემართათ ქოცებო ესა რა უბედურობაა აფხაზეთი და სამაჩაბლო ვინც აღიარა დედა მოეწყენა ყველას რა ეხლა ამ წუთებში მადურო რო გამოდიოდა და ინგლისურად რომ ღეროდა სიმღერებს იქნება ამერიკელებმა სხვანაირად დაიწყონ ფიქრი აფერი არ უშველა რა ერთ ღამეში დაამთავრეს ჯიგრებმა საქმე რა ვენესუელა არის 3000 კილომეტრში ამერიკიდან მაგრამ მაგას არ აქვს მნიშვნელობა მე ახლა შედარებას არ დავუწყებ რუსეთის და რუსეთი უკრაინაში ამდენი ხანი იბრძვის და ამერიკა ვენესუელაში რამდენი ხანი ამერიკას უკრაინასთან არ უნდა ომია თორე დამერწმუნეთ ვერც ამერიკელები აიღებდნენ მაგათ ერთ ღამეში უკრაინელების ხელის შეხება ძალიან ძნელი არის და პეტრეს წერილი ყოფილა წავიკითხე პეტრეს მიუწერია იქ ფრთხილად იყავითო უკრაინელებთანო რა ფრთხილად იყავითო თორე კობრასავით კბილები აქვს მაგარ და იმის გამოყენება თუ დაიწყეს მერე ცუდად წაგვივა საქმეო რა ხო და ნუ შევადრით ახლა ვენესუელის გამომადურებულ და გამოკოსებულ მოსახლეობას იმას უკრაინელები ეგეთი ხალხი არ ყოფილიყვნენ ევროპაში ყველაზე დიდი ტერიტორია კი არ ეხნებოდათ შეჭამდნენ და გადააჯიშებდნენ და გადაკლავდნენ ყველას ასე რომ ეს რაც ცუდი წელი გაგითენდათ ქოცებო ეხლა აღიარების პროცესი ნელ-ნელა წავა უკან მადუროს მოეწყუნება უკვე პატრონი всё 90% რაც უნდა ეხნათ გააკეთეს წამოვა მერე ახალი ფასები ნავთობზე და ვოვაჩკა ვეღარ ჩაერევა ამერიკაში ნავთობის ფასებში და ვეღარ დაიწყებს მუშტების ქნევას აბა ქოცუნიებო კარგად იყავით ძალიან კაი ტენდენცია ყოველ წელს რომ მაგ ნაბოზვარ დედამოწყლულ იმპერიას საქოცეც რუსეთი რო ქვია კრემლი ქვია
რომ ყოველ წელს დააჭრიან გძელ ხელებს და დაუმოკლებენ. წინა წელს სირიადან დაუმოკლეს ხელები. ეხლა დაწყებული არაა წელიწადი და ირანი და ვენესუელა დამთავრებული საქმეა, всё. ამ წელიწადს კიდე ბევრი რაღაც კარგი რამე მოხდება, ასე რომ ხოცებო გეტყნება დედის ტრაკი თქვენი უფროსიანაც და მალე მოგეტყნებათ ბოლომდე. გილოცავთ ახალ 2026 წელს მოგიტყანთ დედის ტრაკი ხოცებო. მეტი საქმე არა მაქვს, ხო? ჩემი მთავარი საქმე ეს არის ხოცებს რო ვაგინო. ხო, კიდე მოიცა, კიდე რას ამწერენ? ხო, შენ რო საქართველო გიყვარდეს, აქ უნდა იყო. მადრო ვიყო და ვიგინებოდე, ხო, ეგ გინდათ, ხო, მომივარდებით და ან მამკლავთ, ან ციხეში ჩამსვავთ, ან ჩემი ოჯახის წევრებს დახოცავთ, ხოცები ხართ და არა, ხოცმა რა უნდა გააკეთოს. მე თავიდანვე მოგიწოდებდით, ნუ უძდელობთ, წესიერად ვილაპარაკეთ, არ გაჩერდით, ხო, და ეხლა რაც დაიმსახურეთ, იმას იღებთ რა. ჯერ პარლამენტში შედით და პარლამენტის წევრებს უთხარით, ნუ გვაგინებენ და მე ჩვენც გავჩერდებით რა. უფროსიან უცროსიანად მოგიტყანთ დედის ტრაკი, თანამდებობებზე ვიძახი მე, თორე თქვენი ხოცური გაგებით შეიძლება უცროს რო ვამბობ, ბავშვი ეგონოთ. არა, თანამდებობებზე მდგომ ხოცებს მოგიტყანთ დედის ტრაკის უყოლას, კარგად იყავით. და იმას ვენესუელას უბალეშიკეთ იქნება ეშველოს რამე. 5-6 ქვეყანა იყო აფხაზეთი რო ქონდა ნაღიარებით და სამაჩაბლო. ეგენიც გაქრა, აბა კარგად იყავით. მოგიტყანთ კეთილები, ხოცებო.